მოგესალმებით, თქვენ ყოფილთ არხზე კოდების სამყარო. მე ვარ გიორგი და მოდით ამ ვიდეოში ვნახოთ, როგორ შეიძლება ნებისმიერი ტექსტის დაკოპირება ღილაკზე დაჭერისას, რომელსაც ჩვენ JavaScript-ის დახმარებით გავაკეთებთ. ეს ტექსტი შეიძლება ეწეროს HTML-ში, ან შეიძლება თვითონ JavaScript-დან მოახდინოთ ნებისმიერი ტექსტის კოპირება. კარგით, სატესტოდ გავაკეთებ, ვთქვათ, აქ HTML-ში რაღაც კონტეინერს. მე ჯერჯერობით როგორც ხედავთ, მოცემული მაქვს თითქმის სარიელი HTML-ი. CSS-იც ბევრი არაფერი არ წერია, უბრალოდ background-ის ფერია და მარჯინები პადინგები 0 და JavaScript-ში საერთოდ არაფერი. ახალ ეს კონტეინერი გავაკეთებ. ვთქვათ, აქ ერთ div-ს ჩავსვავ, რომლის ID-ც იქნება, მაგალითად ტექსტი, რომელსაც შემდეგ დავაკოპირებ. ეს ტექსტი უნდა დაკოპირდეს. აი ვთქვათ ასე. და ვთქვათ მეორე იყოს ღილაკი. ღილაკს მოდით გავაკეთებ div-ის სახით და დავაწერ ვთქვათ დაკოპირება. ეს ახლა ძალიან გაზრდილი მაქვს არსულმა. ასე იყოს. და ცოტა გავსტილავ რა. ესე იგი, კონტეინერს გავუკეთებ, ვთქვათ, display. ერთი წამით, აი ასე, display flex. შემდეგ, ვთქვათ, gaps, ანუ შიდა დაშორებას, ამათ შორის ცოტას გავუკეთებ 10 pixels. და ახლა მივხედავ მალევე ღილაკს, რომელსაც, ვთქვათ, გავუკეთებ background-ის ფერს პირველ რიგში, მაგალითად იყოს თეთრი. ცოტა მოდით კონტეინერს დაშორებები გავუკეთებ, რომ ლამაზად გამოჩნდეს. ასე. ამ ღილაკსაც ცოტა გავუკეთებ პადინგები, მაგალითად ზემოთ ქვემოთ 4 პიქსელი, გვერდებზე 10. შეიძლება ცოტა დიდია, მაგრამ შეიძლება შემცირებას და ახლა ძალიან დახვეწას არ დავუწყებ. 60 არა 6 პიქსელი უნდა დამეწერა. მოდით ზემოთ ქვემოთ საერთოდ არ უნდა, აქ ქართული ტექსტი რადგან არის ისე გასწორებული არ არის, მაგრამ არაუშავს ახლა სტილებს ძალიან არ გავყვები, border radius-ი ვთქვათ 6 პიქსელი, აბა ვნახოთ. ბევრია, მოდით 4 იყოს. რა თქმა უნდა cursor pointer-ი გავუკეთოთ, რომ ღილაკს დაემსგავსოს. ეს ყველაფერი ახლა აუცილებელი რა თქმა უნდა არ არის, თავადია JavaScript-ი, რომელზეც მალე გადავალთ. მოკლედ, ღილაკი გვაქვს, ტექსტი გვაქვს, რომელიც უნდა დაკოპირდეს. ამ ღილაკს რო დავაჭერთ, უნდა დაკოპირდეს ეს ტექსტი, არის ნებისმიერი ტექსტი, რომელსაც ჩვენ უკვე JavaScript-ში გავაკეთებთ. აქ შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ ეს ღილაკი და აქ ორი ვარიანტია, შეგვიძლია onFix-ზე გავაკეთოთ პირდაპირ, შეგვიძლია edit-თან ერთად. მოდით ამ შემთხვევაში edit-თან ერთად გავაკეთებ. ამ ღილაკს მეორე კლასს მივანიჭებ, ეს ღილაკი თქვა ზოგადად იყოს და ბევრ შეიძლება მივანიჭოს. copy text-ი, თქვა ასეთი იყოს. და let copy text btn udris document queries selector-ი და მივიღოთ ორივე კლასით, რა თან ხო btn-ი აქვს და თან copy text-ი, ხო აქ ასეთი კლასი. რადგან კლასია, შეგვიძლია ასე ჩავწეროთ რა, copy text. და მიღებისასაც ასე დავწეროთ, copy text. ახლა მოდით დავტესტოთ, დავაკონსოლოთ და უნდა ვნახოთ, რომ ნამდვილად მივიღეთ ეს ელემენტი, ანუ ჩვეულებრივი სელექტორი გავაკეთე, როგორც CSS-ში დავწერდი და copy text და btn ორივე კლასი, რომელიც ღილაკსაც აქვს, ის უნდა მივიღო. აბა ვნახოთ, მივიღე ეს div-ი. ხო, ესე იგი ახლა ამ div-ზე გავაკეთებ edit listeners, როგორც ვთქვით. edit listeners გავაკეთებ კლიკზე, ანუ ამაზე დაჭერისას, შემდეგ arrow ფუნქციას გადავცე და ამ დროს გავაკეთებ იმას, რასაც ვსურს. კიდევ გავტესტავ, რომ მუშაობს, დავაჭერ დაკოპირებას, გამოვიდა ერთიანი. კარგი. ეს მუშაობს ნამდვილად. ახლა ვნახოთ
უშუალოდ როგორ შეიძლება დაკოპირება. პირველ რიგში თუ ამ ტექსტის დაკოპირება გვინდა ნამდვილად, მაშინ ეს ტექსტი უნდა მივიღოთ, პირველ რიგში ამ ტექსტის ელემენტი მივიღოთ, რომელიც იქნება ეს ტექსტი, ანუ let text element ვთქვათ, უდრის document query selector-ი და ID-ით მივიღოთ ეს ტექსტი. ეს ტექსტ ელემენტი ნახოთ თუ ვიღებთ, ვიღაცო დავაჭერთ, აქ უნდა მივიღეთ და ჩვენ გვაინტერესებს ამის ტექსტ კონტენტი, ანუ რა ტექსტიც წერია, ანუ უშუალოდ ეს ტექსტი უნდა დაკოპირდეს. ეს ტექსტი მოკლედ მივიღეთ. ახლა როგორ ხდება კოპირება? ეს ძალიან მარტივია, JavaScript-ს აქვს ასეთი ინტერფეისი, ნავიგატორი, რომელსაც ამ ობიექტში შედის clipboard-ი და შემდეგ write text მეთოდით ჩვენ ესე იგი ავტომატურად დავაკოპირებთ და ჩვენს მოწყობილებაში შეინახება აქ ჩაწერილი ტექსტი. ანუ აქ გადავცეთ თქვათ რამე ტექსტი. ამას როდესაც დავაჭერ, ეს რამე ტექსტი უკვე დაკოპირდებოდა ჩემთან. და მაგალითად მოდით გავხსნე notepad-ს და ნახეთ აი ეს რამე ტექსტი დაკოპირდა. ახლა რა თქმა უნდა გადავაკეთებ და ტექსტ აი ამას text element-ს გადავცემ, ანუ წყალების გარეშე რა თქმა უნდა ვცვლადად, რადგან ეს თვითონ ტექსტი არის. ეს შემიძლია წავშალო კონსოლოგი და ამას როდესაც დავაჭერ, უნდა დაკოპირდეს უკვე ეს ტექსტი. აბა ნახოთ თუ დაკოპირდა, ანუ ჩვეულებრივ იქიდან დაკოპირდებოდა, აქ ფასტით ჩავსვავ და ეს ტექსტი უნდა დაკოპირდეს და როგორც ხედავთ ტექსტი დაკოპირდა. კარგი. კიდევ შეიძლება ის გავითვალისწინოთ, რომ ჯობია ეს ყველაფერი გაკეთდეს ისე როგორც ასინქრონული, ანუ აი ამას შეიძლება რაღაც დრო დაჭირდეს კოპირებას და კოპირების შემდეგ თუ გვინდა რომ თქვათ დავაწეროთ რომ დაკოპირდა, ამისთვის ჯობია ასინქრონული ფუნქცია გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში შემიძლია array ფუნქციას მივუწერო რომ ეს არის ასინქრონული და აი აქ awaits თუ დავუწერთ თუ იცით ასინქრონული ფუნქციების მუშაობის სტილი, ვიხდებით რომ ამ awaits-ზე დაჭერით მოდით ნუ ასე იყოს, აქ უკვე ვიცით ისედაც რა შედის, ანუ ამ awaits-ზე დაჭერით ხდება დალოდება და როდესაც ტექსტი დაკოპირდება და მორჩება მუშაობას, აი ამას ცოტა აქეთ მოვწევ, რომ კარგად გამოჩნდეს. ანუ როდესაც ამ მუშაობას მორჩება, მაშინ უკვე აქ მივიღეთ ჩვენ გადავალთ აი აქ. ნუ ეს ასინქრონული ფუნქციები თუ არ იცით, გირჩევთ რომ ისწავლოთ, მეც ჩავწერ ცოტა ხანში ამაზე ვიდეოს დეტალურად. კარგით, ან ამას რომ დავაჭირე რაღაც დროში, ნუ შეიძლება ეს კოპირება ძალიან მალე ხდება, მაგრამ მაინც თუ დრო დაჭირდა, კოპირების მერე აქ დაიწერება სასურველი რაღაც. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დაკოპირება ხო წერია და აქ შევცვალოთ, თქვათ, 1000-ად შეიძლება გამოტანა, მაგრამ text content-ი რო შევცვალოთ დაკოპირებულია, ეგ შეგვიძლია რა. ან როდესაც დაკოპირდება, შეიძლება დაკოპირებულია. და თუ გვინდა ნუ set timeout-ით, ანუ რამდენიმე წამში, თქვათ 1 წამში, ან 2 წამში, ანუ თქვათ 2000 მილიწამში ეს დაკოპირებულია კი აღარ იყოს, უკვე თავიდან შეეძლოს დაკოპირება. ნახეთ, დაკოპირებულია და შემდეგ უკან დაბრუნდება. ზუსტად იგივე რაღაც შეიძლება, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთოთ ნებისმიერ ტექსტზე, ანუ აქ რასაც ჩაწერთ ტექსტს, თავარი ეს ნავიგატორ clipboard write text-ი გეწეროთ და აქ ნებისმიერ ამასაც ჩაწერთ, იმას დააკოპირებს. ანუ თქვათ თუ ქონდა ჩვენ input-ი, მაგ შემთხვევაში ზუსტად იგივე ვარიანტი იქნება რა, ანუ მოდი სატესტოდ
გავაკეთოთ input-ში. Თქვათ input text-ი ID და მოდით ამ შემთხვევაში თქვათ ამაზე გავტესტოთ რა. ნუსახას ზომები ასე დაჭდა, მაგრამ არ აუშავს. ეს ყველაფერი ამ ზომების ბრალია, მოდით ასე იყოს. აი, ასე იყოს. ანუ input text-ი გვაქვს, გვინდა ჯერ პირველ რიგში ამაზე მიმართვა, let თქვათ input text-ი უდრის document წერტილი query selector-ი და input text-ი. ნუ პირდაპირ შემეძლო input text-ზე ვცდომა, მაგრამ ეს ახლა query selector-ებით გავაკეთე ამ ყველაფერს, უფრო გასაგები იქნება ალბათ. ანუ ნახეთ ამ შემთხვევაში ამივეც დავაკოპირებ, თავიდან დავწერ, ესე იგი დაელოდოს, შემდეგ იგივე ნავიგატორი, flip word-ი, write text-ი და ამ შემთხვევაში თუ მინდა input-ის value გადავცე, input text-ი წერტილი value. ამ input-ში რასაც ჩავწერ, text-ი ვთქვათ, ვაჭერ დაკოპირებას და ამ შემთხვევაში უნდა დაკოპირებულიყო აქ ჩაწერილი ტექსტი. ნუ ნახოთ აბა თუ დაკოპირდა და რა თქმა უნდა დაკოპირდა. ანუ აქ ნებისმიერი რაღაც თანხმოვანი გასატესტიც არის, ვაჭერ დაკოპირებას, მოხსომების პრობლემა არ აუშავს. კონტროლ-ვ ვსვავ ახლა მე პირდაპირ და აქ რა თქმა უნდა ისმის. მოკლედ ძალიან მარტივად ამ ერთი ხაზის დახმარებით შეგვიძლია ჩვენ დავაკოპიროთ გილაკზე დაჭერით ნებისმიერი ტექსტი. როგორც გითხარით, ასინქრონ ფუნქციები, ან რაიმე ნაწილი თუ არ გესმით, შეგიძლიათ დამიკომენტაროთ, ან ჩემი კურსი ნახოთ JavaScript-ზე, თუ ანუ უფრო დეტალურად გსურთ რაიმე, მეც შევეცდები რომ დაგეხმაროთ და გაგარკვიოთ. უშუალოდ ასინქრონულები ესეც გითხარით რომ ჩაწერილი არ მაქვს და ჩავწერ ვიდეოს, რადგან ძალიან საინტერესოა. ამ შემთხვევაში ძალიან კარგად გამოიყენება, როგორც ნახეთ, ელოდება მოქმედებას, ანუ როდესაც დაკოპირდება, შემდეგ მოხდება უკვე დანარჩენი. შემდეგ უკვე შეგვიძლია დავწეროთ რომ დაკოპირებულია. ნუ set timeout-იც უბრალოდ ის არის, რომ 2 წამის შემდეგ ვთქვათ ეს ტექსტი დააბრუნოს. ეს ახლა აღარ ჩავარდეს, აღარ ჩავარდება ამ ზომით, ხო დაკოპირებულია და 2 წამში დაბრუნდა უკან დაკოპირება. მოკლედ ეს არის სულ ამ ვიდეოსთვის, როგორც გითხარით, რაიმე კითხვა გაქვთ, მომწერეთ, ან დაკომენტარით, ნახოთ.